მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, უზარმაზარ პროცენტს. იმდენი რამე გამოიარეს, იმდენი რამე ნახა ქვეყანა 25 წლის განმავლობაში ძალიან კარგად აქვს დანახული პასუხისგებლობები როგორ ნაწილდება. მათ ძალიან კარგად იციან და ძალიან კარგად ხედავენ, ვიღაცას 10 ხმა ქონდა და ვიღაცას 83 ხმა ქონდა და კარგად ახსოვს საქართველოს მოსახლეობას, მაგალითად ერთ-ერთი მთავარი ამბავი აგრესიის მოსახლეობის მხრიდან, ხო? ალბათ მილიონჯერ გაგიგიათ თქვენც, რომ აი თვითონ ხო პრემიებს იღებდნენ. ხო, საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს პარლამენტში თინა ხიდაშელმა და რესპუბლიკელებმა დაარეგისტრირეს კანონპროექტი პრემიების აკრძალვის შესახებ, რომელიც ჩააგდო პარტია ქართულმა ოცნებამ. ეს ძალიან კარგად იციან, იმიტომ რომ თქვენი დახმარებით, მედიის დახმარებით, ეს ამბები შუქდებოდა. მათ ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს ხელისუფლებაში 4 წლის განმავლობაში იყო ერთადერთი დაწესებულება, სადაც არც ერთი ლარი პრემია არ აუღია არც ერთ მაღალი თანამდებობის პირს და ეს იყო საქართველოს პარლამენტი. იმიტომ რომ დათო უსუფაშვილის როგორც პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება იყო და ეს იყო ერთადერთი დაწესებულება საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში, სადაც არც ერთ მაღალი თანამდებობის პირს არც ერთ ლარი პრემია არ აუღია და მეორე დაწესებულება, სადაც არც ერთ მაღალი თანამდებობის პირს არც ერთ ლარი პრემია არ აუღია, იყო ბოლო 15 თვე თავდაცვის სამინისტრო. ზუსტად იმიტომ, რომ იქ თინა